მშვიდობის, უბრალოდ ხამე მშვიდობის დღესაც მიუხედავად იმისა, რომ დღეს არ ვმუშაობ, გვიან მოვედი, იმიტომ რომ ჩვენებთან ვიყავით, ეხლა ამ კატებს შეად გაიწიეთ, ვერ ხედავ თქვენ მას კონტეინერებს, გაიწიეთ. მერთო ჩემ კი არ მაცლია. ხო და ერთი წამით. აჰა. არქებდა ჩავყარო კიდე. ძალიან დამცხა. ძალიან და მოკლედ ვანდაც ვნახე, დედა ჩემიც ვნახე, ჩემი ძმა, ძმისშვილი, ჩემი უფროსი ბიჭი ვნახე, მოკლედ დღეს ფაქტიურად ყველა ვნახე. პატარა დაიკოს გარდა, ანუ ოჯახის წევრები და ბიძახი. ეს რა არის? ხო და გუშინ ესე იგი, ეს ის რომ აქვს რა ქვია ამას. ეს ჩოფერი თუ ის არის საფხვავი. მოკლედ ამაში ქათმის ხორცი დავაბლენდერე ქვია, ხო, დავაბლენდერე. ცოტა შემეშინა მეთქი არ გაფიშდეს თუ იმიტომ რაღაცა გაუჭირდა. მე ამოურიე. ერთი კვერცხიც იმასკენი ჩავათხლიში. ხო და უფრო მარტივად იმასქნა რა, მოკლედ დაატრიალა და მე დილას, ანუ ეს კონტეინერში ჩავდე, ეს შეზავებული მწვანილებით, ციცაკა, მოკლედ ყველაფერი რაც ჭირდებოდა ფარშს და მაცივარში მქონდა კონტეინერში და დილას შევწვი რა. ხალ მაღაზიაში ვარ დასასვლელი. პურიც მაქვს აყიდელი, ხო, ტიპური მაქვს აყიდელი. ბაზარშიც მინდა გავიარო მწვანელობიო, მინდა ვიყიდო ცოტა კიდე ბადრიჩანი დავამატო, პომიდორსაც წამოვაყოლებ ცოტას, აჯაფსანდალი მინდა გავაკეთო. ხო და მოკლედ ხო, ნიჩემებთან ვიყავი. რაღაცნაირად, აი, კარგი ხანია მე საერთოდ როგორც ასეთი სასმელს საერთოდ არ ვსვავ, წლებია და რაღაცნაირად მომიდა ლუდი. და ვანდა იყიდა და რამოდენიმე ჭიქა, აი ესეთი ჭიქები რა, მოკლედ ეს ზუსტად ესეთი ჭიქები აქვს, ანდასაც სადღაც ალბათ ესეთი 4 ჭიქა მაქვს ახლა დალეული. ხო და ისე მომთენთა ახლა მეძინება. კაი იქნებოდა ახლა დამეძინა. გუშინ იმაში ლიბრეში ვიყიდე ეს კაკაო, სხვათა შორის ახლა კაკაოებიდან მომწონს ეს ლენინგრადის კაკაოს რეზერვები მწვანე კოლოფებში რა ეგ და მაქსიმუმ ეს მეტი სხვა კაკაო მე არ ვიცი რაღაცნაირად ვერ ვიმაშვები. ვერ ვეგუები. ხო. დღეს ანუ დილას ეს კატლეტები რო შევწვი, სოსოს ეს კატლეტი ვაჭამე, ფაქტიურად ერთხელ მივირთვით დღეს. მე კაკაო გავაკეთე, ერთიანი და всё, ეს იყო ჩვენი, ასე ვთქვათ, სადილი. ჩემებთან ამოვიღე ტომატი, ყიდულობენ ხოლმე დიდ ტომატს და ცოტა ჰეზეთი კონტეინერით ვანდამ გამომატანა, რა თქმა უნდა, ეხლა კონტეინერი არ უჩუქებია, მე უნდა დაუბრუნო, ძალიან საყვარელი კონტეინერებია. ტომატი პასტა, იმიტომ რომ აჯობსანდალში ეს დამჭირდება. მოკლედ სუნელები ესეთი რამე გინახიათ, ესეთი ლაიფჰაკი უნდა გასწავლოთ პარკში სუნელები აი ესე რომ ჩაყაროთ, ანუ ჩაყრით ბოლოში, გაყვანძავთ, კიდე ჩაყრით, კიდე გაყვანძავთ და ესე ასხმოლით. ხო, ეს სუნელები, ეხლა უნდა დავაბინაო ეს სუნელები თავის ადგილზე. ხალხი წავა თავის ადგილზე. აქ. ხო და არის პარკში შეიძლება გამოვიყენო კიდე. მოკლედ პარკებს ამბოლხებში ვუფრთხილდები.
ეხლა გავიკეთებ ამ ლაფშას ადრე ვიყიდე. ხო, ცხელი მომიხდება ეხლა. ამას შევდებ ჯერჯერობით მასივაში. სადავდო. მარწყვი გავარჩიე ბოლო რაც იყო დარჩენილი. ცოტა აქვს კონტეინერში. ეხლა ცივი მესიამოვნება, მაგრამ მოუწე რამდენად წავა ეხლა რძიანი და შაქრიანი მარწყვი ვერ გეტყვით. ძალიან კაია. ცივი. და ანუ შემოვედი. ძალიან ჩახუთულობა იყო, იმიტომ რომ მივდიოდით ახლა ხوار დავტოვებდი ვენტილატორს და იმას ფანჯრებს ღიას. და იმას ვქენი გავთიშე ყველაფერი. ეკონომიის თვალსაზრისით. და ისე გავედით. აი რა უნდა ეხლა ამას? რა გინდა? ხო გაჭამე, წადი ეხლა. დღეს ფეხსაცმელები გავრეცხე, სოსოს ბათინკებიც გავრეცხე, ის მეორადებში რომ ვიყიდე ის ბათინკები დასვლელის. კარგად გამომკლავდა საეცის მანქანა და უკვე დავდე გასაშრობად, რომ სოსოი დაქის რა გინდა, ეხლა ხო არ ჩავიცნო და არა მე კიდე და სუფთას მე შევინახავ და მომავალ წელს უკვე სუფთებს ამოვალაგებ თქო. სოსო მე ხო კვერცხი დაადგალი. ჩემიც დადეგი ხო სოსო? კვერცხი. ხო მე ჩაიდან სავათქო მაშინ რომ ცოტა გადარჩა. ხო, კითხვა იყო ესეთი, ძველ ვიდეოზე ვნახე, სრულად შემთხვევით სხვათაშორის ვინც ახლები ხართ და არ იცით ზოგადად როგორ არის იცით, ახლა კი ძველი შეიძლება ამოვარდეს, მაგრამ YouTube-ი ხანდახან არ ვიცი, ვერ ნაშვება, ანუ ურევს ხოლმე რაღაცებს და ხანდახან აჩვენებს, რომ კომენტარია ხანდახან არა, ვინცაც არის რაღაც ახლა ალბათ ხარვეზები და მოკლედ შემთხვევით წავაწყდი ესეთ კომენტარს თუ შეიძლებაო რომ გითხრათო როგორ ხდება ანაზღაურება YouTube, ანუ YouTube ხელფასისო. მოკლედ ძალიან მარტივია, არაფერი არ რთული. უბრალოდ რთული ის არის რომ აუდიტორია უნდა, ასე ვთქვათ, მოიკრიბოთ და მოიზიდოთ. 1000 გამომწერს როგორც კი გადაცდებით, ანუ ზუსტად 1000 გამომწერზე არ არის. ახლა თუ მიყურებს არ ვიცი 1000 გამომწერს შეასრულებს ვიცით თან ლინზებს ამოვიღებ უკვე ვატყობ რომ მაწუხებს დიდი ხანიც არ არის რაც მიკეთია მაგრამ ჯობია ამოვიღო სადღაცა საქმე კონტეინერი სადღაც ჩავდე სანტარის ახლა საინტერესო ჯობია შუქზე ვნახო ჩანთაში მაქვს რაღაცას ჩაკვეხებული აქ მაქვს ხელის კრემები თავისთავად აქ ჩავდე კი ვიპოვე ეხლა გაჩვენებ როგორ ვიღებ აქ არის სითხე ჩასხმულია ჯერ მარჯვენას ამოვიღებ ძალიან მარტივია ასე უპირატესე ვიღებ ანუ სითხის დამატება დაჭირდება და მეორე
ой, სითხე გადმომეყარა. ნუ ისეც ხდება ხოლმე. ამასობაში ესეც ადუხდა. ესეც ასე ჩავდე ლინზები. საერთოდ საჩამდაც. ეხლა ვეგეთქვით. ანუ რა და როგორ არის? ხო, ძალიან მარტივია, ანუ ის რომ მოკლედ 1000 გამომწერს ოდნავ რო გადაცდებით, ანუ ზუსტად 1000 გამომწერზე არ არის, აი ოდნავ რო გადაცდებით, ანუ რომ სტატისტიკურად რომ დარწმუნებულები იყვნენ, რომ ვინმე არ გააუქმებს გამოწერას ან რაღაც, ანუ სტაბილურად უნდა იყოს 1000, ხო? და ამის მერე ხდება, ასე ვთქვათ, მონეტიზაციის ჩართვა. როცა YouTube-ის არხი აქვს ადამიანს შექმნილი, ანუ იქ არის ელფოსტა, ყველაფერი, ანუ წესების მიხედვით გაკეთებული, მგონი ამის ვიდეოები არის, YouTube-ზეც არის, ინტერნეტში არის, ანუ ინფორმაცია არ არის რთული. შენ ასე ვთქვათ პოსტაზეც და თვითონ YouTube სტუდიოშიც, ანუ სტუდიო რას ნიშნავს YouTube-ი, როცა პერსონალურად ხარ შენი მონაცემებით შესული, აუცილებლად ასე ვთქვათ ეგრეთ წოდებული პაროლი უნდა იყოს რთული და კარგად, ანუ კონდეთ დამახსოვრებული და სადღაცაც ჩანიშნული. ხო, რომ მაინც ნუ თავი დაიშვეოთ გატეხვისგან რა არხის. ხო, და შემდეგ ხდება ესე ვთქვათ, წერილი მოდის წერილი, ანუ ჯერ ელფოსტით შეგატყობინებენ და ანუ მოდის რა, ესე ვთქვათ, ინგლისურად notification, ანუ შეტყობინება, ხო რა. და მერე უკვე მოდის, ანუ უკვე შევსება ხდება ფორმის. მე მეგონა რომ ძალიან რთული იყო, არაფერი რთული არ არის, უბრალოდ ინსტრუქციას უნდა მიყვეთ, ყველაფერს რო შეავზეთ მისამართი ეს ყველაფერი და საბანკო ანგარიშის ასე ვთქვათ მონაცემები, მერე მოდის წერილი თქვენ მისამართზე, სადაც ხართ, ანუ დარეგისტრირებული და წერილში არის უკვე კოდი, რომელიც იქ, ანუ რომ შედიხართ თქვენ იმაში, იქ უნდა შეიყვანოთ რა არის გრაფა და ამ კოდის შეყვანის შემდეგ ხდება გააქტიურება, ანუ მონეტიზაციის ჩართვა და მონეტიზაცია უკვე რო ჩაერთვება და თქვენ იქ მიბმული გაქვთ თქვენი ბარათი, ვთქვათ, მასტერკარდი იქნება თუ რაც იქნება, ხო, სხვადასხვა ბარათები, აი არის ხო და შემდეგ უკვე ჩვეულებრივად, როგორც კი, ანუ არის YouTube-ს აქვს ესეთი მინიმუმი, ანუ ეს არის 70 евро. ნუ ჩვენ ახლა საქართველოში გვიხდიან ევროებით, იმიტომ რომ ჩვენი, ანუ საქართველოს მე როგორც ვიცი, ახლა რამდენადაც ვიცი, ჩვენი ფილიალი ქვია თუ როგორც ქვია, არის და იმყოფება ირლანდიაში და ანუ იქიდან ხდება ჩვენი, ასე ვთქვათ, დანაზღაურების გაკონტროლება და 70 евро რო შესრულდება, ანუ ზუსტად 70-ზეც არ არის, ანუ რაღაცა იქ ევროცენტებით მეტი რაღაცა ესე, ან 70-71, ხო? ხდება, ასე ვთქვათ, უკვე შეიძლება ანაზღაურდეს რა, მანამდე არ ანაზღაურდება. უბრალოდ გადავა შემდეგ თვეში და შემდეგ თვეს უკვე რომ დაამატებთ, უკვე მერე.
ნუ მეტზე არ არის აქ ლაპარაკი, აქ არის ანუ ზღვარია 70 евро. 70 евро და ხდება განაღდება, ანუ ანაზღაურების და ერთი წამიდედა. შემდეგ არის ესეთი ის არის კიდე პარტნიორული, ასე ვთქვათ, პროგრამები, სადაც არ აქვთ, ასე ვთქვათ, ლიმიტი, აი ესეთი 70 ევროიანი ლიმიტი. იქ მცირე თანხის განაღდებაც შესაძლებელია. ოღონდ არ ვიცი მე ახლა ესეთ პარტნიორებს სრულად ვერ ვენდობი. ნუ მირჩენია პირდაპირ უშუალოდ YouTube-თან ვიყო კავშირში, იმიტომ რომ მე მქონდა ადრე ძველი არხი მქონდა რუსულენოვანი და უკრაინული პარტნიორული პროგრამა მქონდა, სადაც ნუ ახლა კი ზრუნავდნენ, მირეკავდნენ, პირადი ურთიერთობაც მქონდა, ასე ვთქვათ, სატელეფონო ზარები. ჩემი არხის, ასე ვთქვათ, წინ სვლას უწყობდნენ ხელს, როგორც შეეძლოთ, ხო? ხო, ეხლა მალე გადმოვდგა. და ნუ მაინც რაღაცა ისე არ მიდიოდა, როგორც ველოდებოდი რა მოკლედ. ხო, ნუ შეიძლება გამოცდილებაც ნაკლები მქონდა მაშინ. ეს იყო 2012-13 წლები და ნუ დამწყები ვიყავი, შეიძლება ითქვას, მაგრამ ძალიან დიდი ინფორმაცია მქონდა უკვე ამის შესახებ მოპოვებული, იმიტომ რომ ყველაფერში რო იტყვიან ცხვირს ყოფდი და ყველაფერი მაინტერესებდა, ყველაფერს ვკითხულობდი, ვეცნობოდი, ინსტრუქციას ყველაფერს აბსოლუტურად და ნუ გამოცდილება, ასე ვთქვათ, მივიღე რა წლების განმავლობაში. ხო, სხვა არაფერი, უბრალოდ უნდა გქონდეთ мотиваცია, მონდომება, მობილურიც საკმარისია პირველ ეტაპზე. მე უკვე კარგი ხანია ეს პირველი ეტაპიც გადავლახე, მაგრამ ჯერჯერობით პროფესიონალური კამერა არ შემიძენია, თუმცა მქონდა. და კოვიდის დროს მომიწია გაყიდვა. ორი კამერა გავყიდე, ეს იყო ვლოგის კამერა, რომელიც ეს ეკრანი რო გადმოდის წინ და მოკლედ ესეთი კარგი კამერა იყო, რომელიც განმადებით მქონდა გამოტანილი, იმიტომ რომ საკმაოდ ძვირი სიამოვნებაა და მქონდა Canon პროფესიონალი კამერა და ამითი ან ერთით ან მეორეთი ვიღებდი ხოლმე. მე არ მახსოვს რომ მაშინ იმ პერიოდში მე მობილურით გადამეღოს ვიდეო და ან მონტაჟი მომეხდინა ვიდეო ეს რა ქვია მას მობილურით. მოკლედ მობილურს პროგრამებიც არ იყო მაშინ ამდენი. ეხლა რაც უფრო დრო გავიდა, უფრო და უფრო განვითარდა და ახალ-ახალი პროგრამები დაემატა. ძირითადად მე ვამონტაჟებდი Filmora-ში, Filmora-ს მე მგონი ყველა გამოშვება მქონდა ჩაწერილი. მართალია, ახლა ფასიანები იყო და ცოტა გვერდს უვლიდი ხოლმე და რაღაცა ისეთი იმას პირატულ იმებს ვიწერდი ხოლმე, ცოტა შეზღუდული იყო ახლა იქ რაღაც ისინი იყო ფუნქციები, მაგრამ ძირითადი რაც საჭირო იყო, ყველაფერი ქონდა და ნუ ეფექტებიც და კარგად ვაკეთებდი რა სახალისოდ. ხო. ხო, ეს რაც შეეხება ამ შეკითხვას. კიდე იყო რაღაცა კითხვა იყო. თუ გამახსენდა თუ არა და იმათვის ჩავწერ ან პირდაპირ ვაპასუხებ მოკლედ. ხო, ნუ ამ კითხვაზე ხო გავეცი პასუხი. ხო, ახლა დაგავლილი ვარ. ნუ ახლა ვერ ვიტყვი რომ ისე დაგვლილი ვარ როგორც სამსახურში, მაგრამ ძილითაც არ მძინებია კარგად, იმიტომ რომ მოკლედ არ ვიცი, ვერ დავიძინე ღამე დროულად, იმიტომ რომ გამიდგება მეთქი დასვენების დღე მაქვს თქო და ეს საჭოთე დასვენების დღე მაქვს თქო და დიდი სამბით რა გავწელე დრო. ხო და მე დავიძინე სადაც 4-5 საათზე, გამეღვიცა 9 საათი იყო თუ რაღაც ესე 10-იც არ იყო დაწყებული, მოკლედ არ მეყო ძილი რა, მე ცოტა ხანი ვითომ წამოვწეთი და რა ვიცი, არ მეყო რა მოკლედ ძილი არ მეყო და უძილობა არის საშინელება, მეგობრებო, ძილს აქვს ძალიან დიდი მნიშვნელობა. ეს არის აი როგორც კომპიუტერს ხო გადაიტვირთება, რესტარტი ხო ჭირდება, ისე უნდა ადამიანსაც რაღაცა რესტარტი ხო და აღდგენა რა მოკლედ.
და ესე ჩემთვისაც გავიკეთებ ლაფშაზე მაქცენდება ის ერთხელ ამერიკაში ეხლა ერთი კიდე ესეთი ტვინი საჭყელი და საფიქრალი მაქვს თარო მინდა გავაკეთო ისეთი სადაც ჭურჭელს მოვათავსებ იმიტომ რომ კარადაში არ ვიცი ან კარადა გავანთავისუფლო ხო ვაკეთებ ხო უნდა ჩავდო კვერცხი ხო და მოკლედ ჭურჭელი მინდა დავაბინავ იმიტომ რომ საწურზე მაქვს და არ უნდა იყოს აქ წესით კი ხშირად ხმარობთ მაგრამ უნდა იყოს თავისი ადგილი უნდა გქონდეს ხო იმიტომ რომ მე თვითონაც მაღიზიანებს აქ სამზარეულოში მაგიტა გადატვირთულია და ესეა გავჭრა ისე ჩავდო ხო აჰა ესეც ასე всё კიდე რამე ხო არ გინდა ესე გამოიყურება სოსოს ლაფშა ხო მომა აქვს ესე სოსოს წავუხოთ არა პლიზ და ყობა არ მიესალმები რომ გამარჯო მიკროფონში ისმის კაფე მან რა გინდა აბა გადმოდი ჩქარა ჩამოდიცეს იქ არ არიან გოგო კატები პანჯერაში გადადიოდა ხომ ეგრეთათა ჩემსაც გავაკეთებ მეც ხო ადამიანი ვარ მეც ჭირდება ყვება და ერთი შეფუფა ამას არ მოყვება ესეთი თხევადი უბრალოდ ერთი დიდი შეფუფა და საიდან იხსნება მაგრამ იქნება გაქვს ესეც აი სუნელი კი წამოვიდა აზიური სუნელების სანელებლების ესეც ასე დავასხათებ და დაველოდოთ ჩემს ლაფშას უკვე რომელი საათია სოსო? პირველი ხდება ამ სუნელებს ჯერ აქ ჩავდებ და ხვალ დავაბინავებ ხო შაქარს ჩავყრი შაქარს ჩავყრის ხარ და მივიდა რაღაცა გდია შაქარს ჩავყრი მოკლედ ისე გავკვანძე რომ ვეხსნი აი ამათ რა უნდათ ხო ჭამეს არა კიდე უნდათ რაღაცა განსხვავებული შაქარიც გავაკეთე აქ თუ არის დარჩენილი ჩავამატებ ხო ვიღაცამ დამიწერა კომენტარში რომ ჩემთანო ოჯახში შაქარი არ არისო მაგას რა ჯობია შეჩვევა უნდა ძალიან ძნელია ჩემთვის ახლა ცოტას მაინც ახლა ძალიან ისეც არა ვართ დაწაფებულები ამ შაქარზე მაგრამ ვადუ შაქროთაც არ ვიცი ვერ შევძლებდი ალბათ ისე ფინლანდიაში ანუ ფინეთში ძალიან ისე უმარილო და რაღაც ესეთი ის აქვს რა მაგათ დიდხანსაც ცხოვრობენ უნარი უნდა გამოიმუშაო ადამიანმა სხვანაირად არ გამოდის ძნელია თავიდან მე მაგალითად ძალიან ბევრ შაქარს ვიყრიდი და თუ კარგად თბილი არ იყო ან ჩაი ან ყავა ნუ რაღაცნაირად ვერა და რა ვიცი მე მოუწელი ახლა ნაკლებ შაქრიანს ვარ ხანდახან როცა ვატყობ რომ ვთქვათ გრძნობ ხოლმე გლიკოზა როცა მივარდება სისხლში მაშინ ვიღებ ხოლმე რაღაცას ისე კაი იქნებოდა დროს გამეყოლებინა ხელის ნაკავი
მოკლედ ჯუჯებს დაგროვდა, ყავას კი გაიკეთებდა ახლა ადამიანი. დავევალე მეგობრებო. იმედია დღეს მაინც დამეძინება ტკბილად, კარგად და გამოვიძინებ. ხო, კიდევ ისი თქვა მინდოდა. მოკლედ ეს ვიდეო რო ვთქვი, დღეს ვერ დავდებ, იმიტომ რომ ქუჩის ხმები მინდა საერთოდ გავთიშო, გავახმოვანო და მოკლედ ცოტა ისეთი ის არის და ჯერ კი არა ესეთ ვიდეოს, აი უწყვეტი ვიდეო რომ მაქვს ხოლმე, ხო? ხანდახან არის რომ თქვა ან ვინმე დარეკავს, გავთიშავ და მე ვაბავ, ხო? ჯერ ეს იკავებს დიდ დროს, ეხლა ხო არის რაღაც პირველ რაღაც წუთები ხო წარმომიდგენია ეს ვიდეო, როდის დაიდება და მოკლედ ესეთი ამბებია. ლაივზე ვფიქრობ ხოლმე, მაგრამ რა ვიცი, ჯერ ვერ იმას ვისამ რაღაცა ისიც რომ მჭირდება, სადაც ანუ კომენტარებს წავიკითხავ. რა ვიცი, ერთი მომენტი კი ვიფიქრე, მეთქი კომპიუტერით ხო არ გავაკეთო თქვა, ანუ კომპიუტერსაც აქვს თავისი კამერა. საკმაოდ კაი კამერა, HD კამერა აქვს და იმით ხო არ გავაკეთო თქვა ლაივი და მობილურში კომენტარებს წავიკითხავდი, ну მოკლედ დავლაგდები რაღაცას მომიფიქრებ და საინტერესო საჭიროებო თემებზე ვისაუბრებდით და ვიჭორავებდით, ოღონდ აი არ მინდა, ძალიან არ მინდა ჩემთან აი მე მაპატიეთ და ესეთი ცოტა ესეთი სტრანი ხალხი შემოვიდეს. ხო და კარგით, მაშინ ესე დავამთავრებ ახლა ამ ვიდეოს და მოკლედ ხვალ ვეცდები რომ დილიდან ანუ აი გავიღვიძებ თუ არა რუტინაც და რაღაც ესეთი ჩავიწერო და მაღაზიაში სხვა გასასვლელი ვარ და ბარემ გარეთაც გავიყოლებ კამერას და რაღაც ცოტა გავამრავალფეროვნებ. კარგით, აბა გაკოცეთ დროებით ხვალამდე. სოსო დაიმშვიდობე? არის ვის დაუშნიკები აქვს.